ლონდონში პარაოლიმპიურ თამაშებში ორი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ნიკა თვალურისა და შოთა ომარაშვილის გასამხნევებლად აქტიური მხარდამჭერი კამპანია დაიწყო. პროექტში ჩართულია ბრავო რეკორდსიც, სადაც ჩაიწერა ახალი სიმღერა „ბრწყინვალე დღე“. მუსიკის ავტორი ნინი ბადურაშვილია, ტექსტის ბიბი კვაჭაძე. პარაოლიმპიადა აგვისტოში გაიმართება. პარაოლიმპიადა არის პიკი იმ მოვლენისა, რომელიც ხდება სპორტსმენის კარიერაში, სპორტსმენის ცხოვრებაში და უდიდესი მნიშვნელობა ახლა ცხოვრებასთან რეგიონში. ბიჭებმა უკვე დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული უნარები შეზღუდულიათ, მათ შეუძლიათ საქართველოს ასახელონ ბევრ ნორმალურ და ჯანმრთელ ადამიანზე უკეთესად. სიმღერა არის გამარჯვებაზე, მეგობრობაზე, ერთად ყოფნაზე. რა მნიშვნელობა აქვს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სიმღერას, იმიტომ რომ ეს სიმღერა უნდა შესრულდეს ოლიმპიადაზე და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ პარაოლიმპიელებს დაეხმარება გამარჯვებაში. ამითი ბრავო რეკორდსის თავის წულს შეიტანს იმაში, რომ ჩვენი საზოგადოება, მოსახლეობა უფრო მეტად მოტრიალდეს, ვთქვათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პრობლემებისადმი და მათ ინტეგრაციას ჩვენ საზოგადოებაში უფრო მეტად შეეწყოს ხელი.